ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. 4 წლის შემდეგ მეორე ვადით არჩეული 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს საზეიმოდ კაპიტოლიუმის შენობაში დადებს. ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად რესპუბლიკელი ჯო ულსონის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი. ვაშინგტონში შეერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელიც მისივე თქმით იქ რესპუბლიკელი კონგრესმენის მიწვევითაა. საოცარი ასე ვთქვათ მხარდაჭერა, რომელიც აქვს ქართულ ხალხს, განსაკუთრებით იმ უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტის შემდგომ, რომელიც საქართველოში, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით დემოკრატიული ძლიერი საქართველოსთვის, რომელიც ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული წევრი იქნება და კონსენსუსი ერთი ადამიანის კი არ მინახავს, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, რომ არ შეიძლება მოხდეს აღიარება ივანიშვილის რეჟიმის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართულმა ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დავაბრუნოთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი არჩევნები, რომელიც საფუძველს დაუდებს ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლებას. რის შემდეგაც აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გაღრმავდება მეტი ეკონომიკური საინვესტიციო თანამშრომლობა და რაც მთავარია, მეტი მეგობრობა ჩვენს უდიდეს პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც. მათ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება ქართული ოცნების არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი. ისინი ინაუგურაციაზე მიწვეულები არ არიან. ტრამპის შესახებ ოცნების მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომენტარი გააკეთა ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, შტატების 47 პრეზიდენტს დიპ სტეითის დამარცხების გეგმა აქვს. კობახიძის აზრით, ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევას საქართველოსა და შტატების ურთიერთობის ნორმალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება. შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი სოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანასაც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის დიპ სტეითის დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები უსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში წარმატებას იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა დიპ სტეითთან პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას სოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად.